გამარჯობა. როგორც ხურებ, პირველ ეპიზოდს უდათ არ შეხვდით, თუმცა მაინც გთხოვთ, რომ ნებისმიერ შევან შენიშნა რაც ეპიზოდთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ და წერეთ კომენტარებში, რათა ვიცოდე რა მაქვს შესაძლოა ან გასაუმჯობესებელი. ასევე ბევრს გაინტერესებდა თუ სად არის ანრი, ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ ანრის ახალი სამოგზაურო გადაცემა სახელად მოგზაური, რომელსაც ქართულ YouTube-ში მგონი ანალოგი არ ყავს, ამიტომ ლინკს აღწერაში დავტოვებ და შეგიძლიათ იხილოთ. დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ. ეხლა რაც შეეხება ეპიზოდის თემას, საიდან გადავწყვიტე რადიაციაზე ეპიზოდის მომზადები. დაახლოებით 1 წლის წინ YouTube-ში წავაწყდი დერეკ მიულერის ეგრეთ წოდებული ვერიტასიუმის ერთ საინტერესო ვიდეო სახელად ყველაზე რადიოაქტიური ადგილები დედამიწაზე. საკმაოდ კარგი ეპიზოდი იყო, განსაკუთრებით ფინალი. და ვიფიქრე მეთქი ერთი კარგი ქართულენოვანი ვიდეო ხო არ გამეკეთე, ვინა რადიაციაზე თქვა. რატომაც არა. მე დავფიქრდი თუ რა ვიცოდი რადიაციაზე. ვიცი რომ რადიაცია აზიანებს უჯრედის DNS-ს, ამის დამიხედვით იწვევს სიმსივნეს, დიდი დოზებით არის მომაკვდინებელი და პრინციპში მეტი არაფერი. არა და როგორც მე ჩავუყმავდი, საკმაოდ საინტერესო დეტალები ამოვკიქე. პირველ რიგში რადიაცია ყველგანაა. კი არც თუ ისე დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ნება მომიცით აგიხსნათ რას გულისხმობ. შორს რომ არ წავიდით, ჩემსგან არსებულ ნათურა გამოსცემს რადიაციას. ჩემი ტელეფონი ასევე გამოსცემს რადიაციას. იმ მოწყობილობის ეკრანი, რომელთაც თქვენ ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, ეგეც გამოსცემს რადიაციას. ანუ რის თქმა მინდა რომ ტერმინი რადიაცია არ ნიშნავს მარტო იმას, რაც სტერეოტიპულად წარმოგვიდგენია. ზოგადად ამ ტერმინის გამარტება რომ დავგუგლოთ, ამოვიკითხავთ ესეთ რაღაცას, რომ რადიაცია ეს არის ენერგიის გადაცემის პროცესი ტალღების ან ნაწილაკების მეშვეობით. ტალღების ან ნაწილაკების. რადიაციას როგორც ასეთს ამის და მიხედვით ყოფენ ორ კატეგორიად. ელექტრომაგნიტურ რადიაციად და ატომურ რადიაციად. კიდევ ორი კატეგორია გვაქვს, მაგრამ იქ ჩვენ თემას არ ეხება, ასე რომ მაგათ არ ჩავუყმავდები. კარგი, დავუბრუნდეთ ჩემს მიერ მოყვანილ მაგალითებს. ნათურა ანათებს. შესაბამისად ხდება სინათლის ტალღების გამოსხივება. ტელეფონი გამოსცემს რადიო ტალღებს, რის მეშვეობითაც უკავშირდება სატელეკომუნიკაციო ანძებს ან თუნდაც Wi-Fi-ის რაუტერს. მოწყობილობა, რომელთაც თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ, ეგეც როგორც მინიმუმ სინათლის ტალღებით გასხივება. ლოგიკურად ჩნდება ესეთი მოსაზრება, რომ გამოდის ეს ყველაფერი მავნეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. არა, არც დაიჯეროთ. ამ ეპიზოდში აგიხსნით, რატომაც და თქვენ თვითონ გამოიტანთ დასკვნებს. საერთოდ, როცა ადამიანის ორგანიზმთან მიმართებაში რადიაციის მავნებლობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ რადიაცია ადამიანისთვის მავნებელია მხოლოდ იმ ერთ მარტივ შემთხვევაში, როცა გამოსხივება შეუძლია ატომისგან ელექტრონის მოწყვეტა. ხოლო ესეთ ატომს, რომელმაც მიითვისა ან დაკარგა ელექტრონი, უწოდებენ იონს. ამის და მიხედვით გამოსხივება, რომელსაც ატომის ესეთ იონად გადაკეთება შეუძლია, ცნობილია როგორც მაიონიზირებელი რადიაცია. ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ მაიონიზირებელ რადიაციას შეუძლია ადამიანისთვის ზიანის მიყენება და ზიანში გულისხმობ იმას, რომ უჯრედი შეიძლება საერთოდ მოკვდეს, ან უარესი დაუზიანდეს DNS-ი და თუ ესეთი უჯრედი გადარჩა და როგორც ყველა სხვა უჯრედის მსგავსად გამრავლება გააგრძელა, გაჩნდება არც მეტი არც ნაკლები სიმსივნე. მაგრამ ეხლა საქმე რაშია? იმისთვის რომ რადიაციამ უჯრედი დააზიანოს, მას უნდა გააჩნდეს საკმარისი ენერგია. მოდი განვიხილოთ ერთი მარტივი ილუსტრაცია, რომელიც ფიზიკოსთა სამყაროში ცნობილია როგორც ელექტრომაგნიტური სპექტრი. დამჯერეთ რთული არაფერია, ძალიან მარტივი ილუსტრაციაა, ეტაპ-ეტაპ გაჩვენებთ და თქვენ თვითონ მიხვდებით. მოკლედ, პირველი რაც ამ დიაგრამაზე არის გამოსახული, ეს არის ტალღის სიხშირის სკალა ჰერცებში. აზრზე რომ მოხვიდეთ, მარტივ მითითებას მოგცემთ. ამ სკალაზე სადღაცა აქ უწევს 2.4 GHz, ყოველთვის ცნობილი სიხშირე, რომელზეც მაგალითად მუშაობს Bluetooth და კიდევ სხვა მრავალი მოწყობილობა. ზემოთ მოცემულია ელექტრომაგნიტური ტალღის სიგრძის სკალა, ოღონდ პირიქით, დიდიდან პატარისკენ. ანუ შესაბამისად, თუ ტალღის სიგრძე დიდია, ესე იგი მოცემულ მონაკვეთზე მისი სიხშირე დაბალია და პირიქით. ეხლა კი რა უნდა ვიცოდეთ, რომ ტალღის სიხშირე პირდაპირ პროპორციულია თავის ენერგიასთან. ანუ რაც სიხშირე მეტია, მით მეტია ენერგიაც და პირიქით. ხოლო მინიმალური ენერგია, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გამოსხივებამ ატომი დააზიანოს, იწყება დაახლოებით 3300 ტერაჰერციდან. იგივე ულტრაიისფერი სხივების სიხშირიდან. ესე იგი, მხოლოდ ულტრაიისფერი სხივების სიხშირის და მის ზემოთ არსებული ტალღები არიან სახიფათო, ანუ მაიონიზირებელი, როგორც ახლა თქვით. და ეხლა ყველაზე მთავარი, რისთვისაც მე ამ დიაგრამას გაჩვენებდი. შევხედოთ თუ რომელი მოწყობილობა რომელი სიხშირის ტალღებს იყენებს. აქედან გამომდინარე, ეხლა უკვე ნათელია, რომ ყველა ეს მოწყობილობა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხმარობთ, ესაა ტელეფონი, კომპიუტერი, მიკროტალღური ყუმელი და ასე შემდეგ,
ფიზიკურად არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის. უბრალოდ ვერ. გარდა ერთი რენტგენის აპარატისა, რომელსაც კიდევ დაუბრუნდებით. სხვათა შორის, იცოდით თუ არა, რომ ბანანი რადიოაქტიურია. გულისხმობ იმას, რომ მაიონიზირებულ რადიაციას ასხივებს. მიუხედავად იმისა, რომ ბანანი ელექტრომაგნიტურ ტალღებს არ გამოსცემს, მისი რადიოაქტიურობის ახსნაში დაგვჭირდება შემდეგი ასპექტის ცოდნა. დასაწყისში რადიაციის განმარტება რომ წავიკითხე, მე გამოვყავი ორი კატეგორია: ტალღები და ნაწილაკები. ტალღები უკვე გავარჩიეთ ელექტრომაგნიტური სპექტრის მაგალითზე და ნათლად დავინახეთ, რომ მხოლოდ მაღალი ენერგიის, მაიონიზირებელი რადიაციის ტალღებია საზიანო. მაგრამ ტალღების გარდა გვაქვს კიდევ ნაწილაკური გამოსხივება, იგივე ატომური რადიაცია, რომელიც სახელიდან გამომდინარე ხდება ატომიდან ნაწილაკების გამოფრქვევის შედეგად. ამის უკეთ გასაგებად საჭიროა გავიხსენოთ თუ რისგან შედგება ატომი. ისევ და ისევ რთული არაფერია, რადგან ეს ყველაფერი უკვე იცით სკოლაში ნასწავლი ფიზიკის პირველივე გაკვეთილებიდანვე, თუნდაც. მაშასადამე, იმედია ყველამ ვიცით, რომ ატომი შედგება ორი ნაწილისგან: დადებითად დამუხტული ბირთვისგან და მის გარშემო მოძრავი უარყოფითად დამუხტული ელექტრონებისგან. ბირთვში კი თავის მხრივ მოყრილია რაღაც რაოდენობის ორი ტიპის ნაწილაკი: დადებითად დამუხტული პროტონები, რომელთა ხარჯზეც არის ბირთვი დადებითად დამუხტული, და ნეიტრონები, რომელთაც მუხტი არ გააჩნიათ, ნეიტრალურები არიან. გამომდინარე იქიდან თუ რამდენი პროტონია ატომის ბირთვში, განისაზღვრება თუ რა ატომია ეს. მაგალითად, ატომი, რომლის ბირთვში 7 პროტონია, მენდელოევის ცხრილში თუ ჩავიხედებით, ნახავთ, რომ არის აზოტი. თუ ამ ატომს დავუმატებთ კიდევ ერთ პროტონს, მაშინ ის უკვე აზოტი აღარ იქნება, არამედ გახდება რიგით შემდეგი ელემენტი, ჟანგბადი. თუმცა ესეთი პრინციპი არ მუშაობს ნეიტრონების შემთხვევაში. ყოველ ატომს გააჩნია გარკვეული რაოდენობის ნეიტრონი, რომელთა რიცხვი შეიძლება მერყეობდეს ატომის ნაირსახეობიდან გამომდინარე. ასეთი ნაირსახეობები, როდესაც რამოდენიმე მსგავსი ტიპის ატომის ბირთვში განსხვავებული რაოდენობის ნეიტრონებია, ცნობილია როგორც იზოტოპები. ნეიტრონების დამატებით ან გამოკლებით ატომი თავის ტიპს არ იცვლის, თუმცა ხდება არასტაბილური. და აქედან იწყება ყველაზე საინტერესო. ატომის არასტაბილური იზოტოპი ცდილობს სტაბილურობის აღდგენას და ამისთვის სრულიად სპონტანურად განიცდის დაშლას. ეს მოვლენა ცნობილი როგორც რადიოაქტიური დაშლა, შეიძლება გამოიხატოს რამოდენიმე ფორმით. პირველი ვარიანტი: ატომმა შეიძლება ბირთვიდან გამოისროლოს ალფა ნაწილაკი. ეს ალფა ნაწილაკი ყველა რადიოაქტიური იზოტოპისთვის ყოველთვის არის ერთი და იგივე: 2 პროტონი და 2 ნეიტრონი. მარტივად რომ ვთქვათ, ჰელიუმ-4-ის იზოტოპის ბირთვი, რომელიც შედარებით ნაკლები სისწრაფით მიფრინავს და თავისი ზომის გამო ადვილად შეჩერებადია თუნდაც ჩვეულებრივი თაბახის ფურცლიდან. ასეთი ნაწილაკი ადამიანის ორგანიზმისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მას ადვილად აკავებს ჩვენი კანის გარეფინა ეპიდერმისი, რომელიც მკვდარი კანის უჯრედებისგან შედგება. თუმცა თუ ესეთი ნაწილაკი მტვერთან ერთად ჩასუნთქვისას ორგანიზმში მოხვდა, მაშინ უკვე მისი ზომა უჯრედისთვის მომაკვდინებელ საფრთხეს ატარებს. მეორე ვარიანტი: ატომის ბირთვმა შეიძლება გამოისროლოს ელექტრონი, ბეტა ნაწილაკი. და ეხლა ყველას გაგიჩნდებოდათ ესეთი კითხვა: რა უნდა ელექტრონს ბირთვში? მართალია, რა ჯანდაბა უნდა ელექტრონს ბირთვში? მეც ეს კითხვა გამიჩნდა თავიდან რომ წავიკითხე ეს. მაგრამ როგორც მე აღმოჩნდა, გამოდის რომ ნეიტრონი ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება დაიშალოს პროტონად და ელექტრონად. ბეტა დაშლის შემთხვევაში ნეიტრონი იხლიჩება პროტონად და ელექტრონად. პროტონი რჩება ბირთვში, ხოლო ელექტრონი დიდი სისწრაფით გამოიტყორცნება ბირთვიდან. და რამე თუ ამ დროს ბირთვში ერთით მეტი პროტონი ჩითება, ეს ატომი უკვე სხვა ატომად გარდაიქცევა. ეს არაფერზე მოქმედებს, ისე უბრალოდ გითხრა. მესამე ვარიანტი: გამადაშლა. და აქ სიტუაცია ცოტა განსხვავებულადაა ვიდრე პირველ ორ შემთხვევაში, რადგან გამადაშლის დროს ატომიდან არანაირი ნაწილაკი არ გამოიტყორცნება. არამედ გამოიტყორცნება სხივი, გამასხივი. კი ზუსტად ის სხივი, რომელიც ელექტრომაგნიტურ სპექტრში ყველაზე სახიფათო ადგილას დგას და პრინციპში მართალიც არა, რადგან იმის გამო რომ გამასხივი ნაწილაკი არაა, მას ადვილად შეუძლია შეაღწიოს ორგანიზმში და დააზიანოს უჯრედის დნმ. და მერე უკვე რაც ხდება, ეგ კარგად იცით. და ბოლოს დელტა დაშლა. უпроსტად ნეიტრონული დაშლა, დელტა დაშლა ეგეთი რამე არ არსებობს. და გამოიცანეთ რას ისროს ამ შემთხვევაში ბირთვი. კარგი, მოდი რახან ატომური რადიაცია დეტალებში გავარჩიეთ, დავუბრუნდეთ ბანანს. რატოა ბანანი ბოლოს და ბოლოს რადიოაქტიური? იმიტომ, რომ ბანანი შეიცავს პოტასიუმის ერთ-ერთ რადიოაქტიურ იზოტოპს, კერძოდ პოტასიუმ 40-ს. ეხლა ჩდება ესეთი კითხვა: რა ვატოვჭამთ თუ ესეთი სახიფათოა? და ვინ თქვა რომ სახიფათოა?
რადიოაქტიური იზოტოპის შემცველობა არაფრითაა კარგი, მაგრამ იმ რაოდენობით, რამდენითაც ბანანი შეიცავს მას, არც სახიფათო არაა. მოდი დავვლაგდეთ ამ საკითხში. ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი ყოველდღიურად გარკვეული დოზით მაინც ღებულობს მაიონიზირებელ რადიაციას. ეს დოზა დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილმდებარეობაზე, მაგრამ საშუალოდ რომ ვთქვათ, შეადგენს დაახლოებით 2-2.5 მილისივერტს წელიწადში. ეხლა რა არის ეს უცნაური ტერმინი, რომელიც მე ამ წამს ვახსენებ? სივერტი. ეს არის საზომი ერთეული, რომელიც გვიჩვენებს რადიაციის უშუალო გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. ანუ შეიძლება ორი სხვადასხვა იზოტოპი გამოსცემდეს ერთი რაოდენობის ალფა ან ბეტა ნაწილაკებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ალფა და ბეტა გამოსხივება სხვადასხვა დონის ზიანი შეუძლიათ მიაყენონ ადამიანის ორგანიზმს, მათი გამოსხივების ექვივალენტი სივერტებში იქნება განსხვავებული. იმედია გასაგებია. ესე იგი 2 მილისივერტი, ანუ 0.002 სივერტი, ეს არის დოზა, რომელსაც ადამიანი წლიურად ჯამში ღებულობს, რაც ავსებით ნორმალურია. თუმცა აქვე გეტყვით, რადგან ბევრს დაგაინტერესებთ, რომ ერთდროულად მიღებულ ერთი სივერტის გამოსხივება შეუძლია გამოიწვიოს ღებინება, სისხლდენა, მაგრამ მომაკვდინებელი არაა. თუმცა ერთდროულად მიღებული 4 ან მეტი სივერტის რადიაცია უკვე მომაკვდინებელი დოზაა. ეს უბრალოდ ცნობისთვის, თორე ისე ესეთ დოზებს არსად არ შეხვდებით. მაინც და მაინც ატომურ რეაქტორთან ბანაობას თუ არ მოინდომებთ. კარგი, ისევ დავუბრუნდეთ ბანანს. თითო ბანანი შეიცავს 0.1 მიკროსივერტ რადიაციას. რაც წლიურ დოზას რო შევადაროთ, გამოდის 20,000 ჯერ უფრო ნაკლები. ანუ მისი ზიანი პრაქტიკულად არაფერს არ უდრის. თუმცა გავაგრძელოთ. რენტგენის აპარატი დასაწყისში რომ ვახსენე. მისი გადაღება კბილზე უდრის 5 მიკროსივერტს, ხოლო გულმკერდის მიდამოზე უკვე 100 მიკროსივერტი. ანუ რა თქმა უნდა, თუ არაფერი გჯერს, ჯობია ეგ დოზაც არ მიიღო, მაგრამ თუ საჭიროებაა, ერთი რენტგენის სურათი არაფერ სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. მით უმეტეს თავის კომპიუტერულ ტომოგრაფიას თუ შევადარებთ, რომელიც 2 მილისივერტს უდრის, ანუ 2000 მიკროსივერტს. პრაქტიკულად წლიური დოზა გამოდის ერთი სკანირება. მაგრამ ეგეც არაფერია იმასთან შედარებით, რაც ამერიკის ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე პერსონალისთვის არის განსაზღვრული. 20 მილისივერტი წელიწადში. თუმცა ეგ არ ნიშნავს, რომ ამდენ გამოსხივებას ღებულობენ. ეგ ნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით ამაზე მეტის მიღების უფლება არ აქვთ, თორე ისე რეალურად უფრო ნაკლებს ღებულობენ. რასაც ვერ ვიტყვით ასტრონავტებზე, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ნახევარ წელიწადში 50-ზე მეტ მილისივერტ რადიაციას ღებულობენ. ანუ ერთ წელიწადში მიღებული 100 მილისივერტის გამოსხივება, რომელიც ამასინათ რუსმა და ამერიკელმა კოსმონავტებმა 1 წლით ყოფნის მანძილზე მიიღეს, პრაქტიკულად სიმსივნის გაჩენის ხვართან იყო. ხო, და ასევე დამავწყდა მეთქვა, რომ ამერიკის გარემოს დაცვის მონაცემებზე დაყრდნობით 100 მილისივერტის რადიაციის მიღება წელიწადში საგრძნობლად ზრდის სიმსივნის გაჩენის ალბათობას. მაგრამ ყველაზე ცუდი იცით რა არის, რომ ადამიანი, რომელიც 1.5 პაჭკა სიგარეტს ეწევა დღეში, მისი ფილტვები წელიწადში ღებულობენ 80 მილისივერტ გამოსხივებას. იმ რადიუმ 226-ის და ტყვის 210 იზოტოპებისგან, რომელთაც ჩვეულებრივი სუფთა თამბაქო შეიცავს და რომლებიც კვამთან ერთად ფილტვებში ხდება და იქვე ილექება. 80 მილისივერტი. ანუ შემდეგში როცა წაიკითხავთ, რომ მოწევა ფილტვის კიბოს იწევს, ის მაინც გეცოდინებათ რატომაც. მოკლედ, იმ ჩატარებული კვლევის ლინკს, რომელთაც მე ეს ბოლო ინფორმაცია ავიღე, დავტოვებ ვიდეოს აღწერაში, ყველა იმ დანარჩენ წყაროებთან ერთად, რომელზე დაყრდნობითაც დავწერე მე ეს ეპიზოდი. გამოიწერეთ ეს არხი თუ გნებავთ, ასევე დაწერეთ კომენტარებში თუ რაზე გსურთ, რომ შემდეგი ეპიზოდი მოვამზადო, გაუფრთხილეთ თქვენ თავს და მომავალ შეხვედრამდე.